კარგი პასუხია. არაფერი არ მაწუხებს. ხნედ. ყველაფერი მიდის კარგად. დასთავარია მშვიდობა და კორუფციას ვებწვით, ან რითი ხართ უკმაყოფილოები? ვაფშე არ ვართ, ვინ გიწყარო ჩვენ. არაფრით არ ვართ უკმაყოფილოები. როგორი loaded question არის, როგორ ახლა ადამიანს რო გითხრი, კარგად რო გითხრა, ის ყველა ესე უყურებს, შეგიძლია ხარ კარგად, შეხო არა გაქან რატო ხარ კარგად? ეგრეა ნამდვილად. ხნედ არის ხოლმე კაი პასუხი რა. სანტყუილია როგორც ეს ვინა ვართ ხარ. კარგად უფრო ის არის. არ ვიცი. კარგად. კარგი და ისე ჩართულია ხო კამერები და დაწყებული გვაქვს TikTok-ში ხო? ხო და დავით უბრალოდ წარდგენა უნდა გავაკეთეთ პატარა და მე დაგბრუნდებით. ხო შეიძლება, იმიტომ რომ წინა ეპიზოდებზე რაღაცნაირად გთხოვეს მაყურებლებმა ჩვენმა რომ 3 ეპიზოდი გავაკეთეთ და არც ერთხელ არ წარვადგინეთ ჩვენი თავები და ამიტომ რაღაცნაირად ნუ ხართ ესეთი თავმდაბლებიო ესე ბოლო და გვინდა უთხრათ მაყურებლებსო ხო ვიწყებთ მორიგ პოდკასტს მეოთხე კედელს და მის ავტორები ვართ ლევან აბდუშელიშვილი არის კინომცოდნე და მე კოტეჩლაიძე ვარ, არ ვიცი, კინოსთან ვარ, მთელი ცხოვრება და რა ვარ საბოლოოდ ვერ გავიგე რა თან კინოს მენეჯერი მიწერია დიპლომში. კოტე ისეთი თავმდაბალია, რომ რეჟისორია, მაგრამ არა. რაღაცები გადაღებულის მაქვს, მოკლედ ხო, მეც კინოსთან ახლო-მახლო ყოფი ადამიანი ვარ და ჩვენი მეოთხე პოდკასტის სტუმარი არის ნიკო ნერგაძე. მეოთხე სტუმარი მეოთხე კედელში. მეოთხე სტუმარი მეოთხე. აქ ერთი მთავარი დეტალი გამოგრჩა. ჟურნალისტი კინოსთან მაინც შეხება არ მაქვს ისე რომ უყურებ ხოლმე და არავის მეტად მოყვარული არა ვარ, მაგრამ რახან დამიძახეთ მოვედი რომ ილაპარაკო. დიდი მოლოდინები ჩემგან არ გქონდეთ, რომ წიახსულები და რაღაც განსაკუთრებული. არა, წიახსულები არ გაგაწყვეტინე. არა. რა გამოგრჩა მთავარი რა? გამოგრჩა ის რომ რამ დაგვაკავშირა ჩვენ ერთმანეთს და სად გავიცანით და ჩვენი ასე თქვა პროფესიული კვეთა იყო საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომლის ორივე თანამშრომლები ვიყავით და ჩვენი რაღაცა პროფესიული ასე თქვა განვითარების პიკი. აღარ ვარ შენ წარმოიდგინე, რაღაცები მოხდა. კი არის ყველაფერი კარგად ამ ქვეყანაში, მაგრამ ხო რაღაცნაირად ეგრე განვითარდა, რომ კინოცენტრში აღარ მუშაობთ დღეს და ხო ეგ იყო. ეს ავარ ცულ ახლა მეტის ლაპარაკი მართლა ის ხალი ხო არა ვარ ფეხზე რომ უნდა წამოუდგე შენ თავს ისეთი ბიოგრაფია მაქვს არ ვაქვს ეგეთი კინოცენტრი კარგად იყოს მოკლედ 20 წელი კი ვიმუშავე კინოცენტრი ხარ რადგანაც ის ხო და მოდი 20 წელზე გამახსენდა შენს რაღაცნაირად ცხოვრებაში რაღაცნაირი გარდატეხა გაქვს შენს кайხანი იმუშავე ერთ ადგილას და რადიო თავისუფლებში მუშაობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეხაც კავშირები მაქვს მაგრამ თანამშრომელი აღარა ვარ ნოემბრიდან და ისე რაღაცა დამოუკიდებელ ცურვაში ხო შენი ისენი მოვისმინეთ ყველა მე ხა შენი ბოლო როგორ ერქვა ბოლო სერია ხო მეგობრებო ეს ყველა მოისმენდა ნუ ის მაინც უფრო ისეთია ხოლმე აუდიო პოდკასტია და თავისი მსმენელი ყავდა ხა ესე ვიდეო კონტენტი არ იყო და ძალიან გული ამიჩუყდა იმიტომ რომ მე დავდე და ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღე რამდენიმე ერთ-ერთი პირველი ხარ ხო საქართველოში მგონი ვინც ეს კულტურა შემოიტანა პოდკასტების პირველი არ ვარ ჩემამდე იყო ხალხი მაგრამ ნუ кайხანია ქონდა 10 წელი ცოტა მეტი კიდე და ალბათ ვიყავი ყველაზე ძველი რომელიც ეხაც არსებობდა ჩემამდე რაღაც ერთ-ერთი ინგლისურენოვანი იყო ქართული ოღონდ მცდელობების ხებსაც ქონდათ ხოლმე მაგრამ მე кайხანი ვაკეთე რა ჩემდენი არა ანუ შენ შემორჩი ამდენი ხანი ვერ შემორჩა მაინც ჩვენთვის პოდკასტი უფრო აუდიოა თუ ვიზუალური. მე ვარ ძმელმოდური კაცი. ჩემთვის პოდკასტი არის აუდიო. ეხლა მე მესმის რომ შეიცვალა ყველაფერი და ტერმინი ესეთი რაღაცაა რომ ერთ ადგილზე არ ჩერდება და ეხლა YouTube-ზე პოდკასტები ძალიან პოპულარული გახდა. დადებ ხალხი შეგხედავს სიტყვის რაღაცას. მაგრამ იმას აუდიოს სხვა კომფორტი და სიყვარული. სხვათა შორის აი ჩვენ კომენტარებში დაგვიწერეს რომ ერთი ტიხარი რომ მოიძგვა გამოზრდილი ცოტა ხმამაღალია, მაგასო დაუწიათო ხალხი იძინებსო პოდკასტების მოსმენითო და ძალიან ბევრი იძინებს და ის არ არის მე მკითხეს რომ ხო არ თქვა მსმენელმა რომ დაიძინოს მოსმენის დროს გაგიყრება თუ არა პირიქით
მადლობა. კარგი. რაღაცა ისეთი ის არის, რომ რაღაც ის მეც ხი YouTube-ს ვთავ ხოლმე ხანდახან, უყურებ, რომ ვიცი რა ხა წამიღებს და მოდ YouTube-ი დამპალია მე რაც რეკლამებს ამოგიგებ, მე აღმოჩნდება რომ chill მუსიკის პლეილისტი, რომელიც არასდროს არ მომისმენია უცებ რაღაც მოკლედ რა. რატო დამიძახეთ ახლა? ხო, აი პირველში უნდა გკითხო თუ იცით რაზე დაგიძახეთ თუ იცით რა თემაზე. ალბათ კინოსთან დაკავშირებული თემა იქნება, დანარჩენი ისე აღარ ჩავძიები ვარ, ვიტყვები ხა ვიცი რაზე დაგიძახე, მაგრამ ცოტა მინდოდა რომ ის შემომეტანა. ჩვენ მე მგონი ნაკლებად ვიცით ეგ თემა, ვიდრე იცი რა არის, ხო გიორგიმ ჩვენმა პროდიუსერმა ნუ გითხრა რომ შენ რაღაცა როგორც მახსოვს ნიკოს აქო გარკვეული რაღაცა ნიშაო უყვარსო mob movies ესე. მაგაზე ვსაუბრობდით და სხვათა შორის სერჩავდით როგორი შიფრება ეს mob movies რეალურად ამ აბრევიატურაა თუ mob არის ამერიკულად მაფია არის, ანუ mobsters ვინც არიან, განგსტერები არიან, სხვანაირად რო ვთქვა, როგორც წესი ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირები. ვთქვა mobsters იგულისხმება რომ მაფიოზები არიან იგივე. თქვათ კინომ დაგაკავშირა ამ კულტურასთან თუ ჯერ კულტურა გაინტერესდა შემდეგ ამ ყველაფერზე გადაღებული ფილმები. ჯერ ერთი არ მინდა რომ თავი ისე მოგაჩვენო თვითონ სუპერ ექსპერტი ვარ და რომ მკითხათ რომ ხა Goodfellas-ში ცოლს რა ქვია ან რაღაცა არ ეგრე არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ვიდრე ფილმს ვნახავდი ნათლიას. წავიკითხე წიგნი რომელიც სახში ქონდა მარიო პიუზოსი, რუსულად ნათარგმნი და ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული. და მას მე ხა კიდევ ერთხელ არ დავდებ თავს რომ რაღაცა ვიღაცას მეტი ვიცი, მაგრამ ცოტა მერიდება ხოლმე რომ მკითხავ რომ საყვარელი ფილმი რა არის, შეიძლება რაღაცა კროსნია წეცია რა და ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ ეგეთი basic პასუხი არ არსებობს არაფერზე და თან რაღაცას ამბობს შენზე რა ფილმი გიყვარს და ვიტო კროსნია წეს რაღაცა, მაგრამ უამრავჯერ მაგ ნახე ტელევიზორში ჩავრთო და გადიოდეს დავტოვებ და ეგრე მეც სხვათა მეც ვჭები ყველა და ყველა სცენას ვეფერები ხოლმე და ტელევიზორში ჩავრთო უეჭველი ვუყურებ. ჩები ხო ტოვებს ეგრე. არა ძალიან დიდი ფილმია რა თუნდა. მაინც ბარემ აქ გითხარი რომელი ნაწილი ყველაზე მეტად. მეორე რა, მაინც პირველი. აუ აი ეგ საინტერესოა. გაჩნია რომელი დღე არის კვირის ხანეთი მაგრამ ხან მეორე. აქ არჩილი ყავდა ქიქოძე და იმან თქვა რომ ისე თან ხაზგასმით ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ წიგს კინო ჯობსო. რა სიტყვი? მოდი ასე ვთქვათ რომ ყველა დროის საუკეთესო წიგნების სიაში მარიო პიუზოს ნათლია არ შედის არც ერთ სიაში. ძალიან ბევრ სიაში ყველა დროის საუკეთესო ამერიკული ფილმების ფრენსის ფორდ კოპოლას ნათლია შედის. ასე რომ ხა ვიღაცა შეიძლება წიგნზე უფრო кайფობდეს რაღაცა, მაგრამ როგორც ფილმი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, როგორც წიგნი. ეკრანიზაცია რო არ გადაიღო კოპოლას, არც არავის არ გვეცოდინებოდა. თუმცა წიგნი ძალიან მიყვარს. წიგნი არის უცნაური. რაღაცა თითქმის ერთ-ერთზე არის რაც ხდება. არის უცნაური გადახოვები, ცოტა მაზალო რაღაც სონი კორლეონეს პენისი არის ძალიან კი, მახსოვს საკითხული მაქვს და ეხა გამახსენდა. აი რა საჭირო იყო ანუ განამე ანუ საკითხული აქვე უნდა და ეს როგორც პერსონაჟის ხასიათის დასანახებლად თითქოს რაღაცა ავტორმა გაშალა. მაგრამ ისიც არის ეს განგსტერული ფილმები რა არის და რა არ არის, ცოტა რთული გასარკვევია, რა აუცილებლად იტალიურ მაფიაზე უნდა იყოს. იმიტომ არის თქვათ Однажды в Америке ჩვენი თაობის ფილმი, განგსტერული ფილმია, ოღონდ ცოტა სხვა დროს ხდება. ერთხელ ამერიკაში გთხოვთ, ნუ ლაპარაკობთ. სხვა ფილმები როგორც ვიცი, ან როგორც ეგრეა მეც ეგრე მაქვს Однажды в Америке ქვია, მაგრამ ვიღაცა ვისაც არის მისონის, აი ლევან მარიცის რუსული და ანუ მაგიტო ხარ წამყვანები თქვენ და სტუმარი მეორე, ამიტომ რომ ცოტა ისე ვქენი რა, გავიშალე. ხო და ერთ-ერთი ხაი ჩვენ უფრო ნაკლებად გვიყვარს ეგ, იმიტომ რომ რა თაობა დაღუპა და რაღაცა ნუდლს მაგარი, მაგრამ მაგარი ფილმია რა, ეხლა აი ფილმია. ვინც გინდა ტარანტინოზის ხოლმე და ლაპარაკობს, რომ ეს როგორ გადაიღო, ეს რა ქნა, რა შეეჭიდა. იგივე Children of God, კაი ინგლისურად ვიტყვი, ღმერთის შვილები რიოში, ეგეც განგსტერული ფილმია. ზოგ შეიძლება ნანახი არ კონდეს და City of God ქვია მე მგონი. Children of God. ღმერთის მგონი არის. Ciudad, ხო, რატო არასწორად არ ვიცი. რუსულად უნდა გეთქვა და სწორად იყავდი. ეგ რუსულად არ მაქვს ნანახი, მანამდე ისინი რუსულად ქონდა ნანახი. მაგრამ Prophet ფრანგული ფილმი, მაგარია. ციხის ფილმი არის, მაგრამ ნუ ეგეც განგსტერულია და თან кай ფილმი. ხო, აი საწყისებში მინდა რა, მაინც რომ ჩავიდეთ. აი სწორად დასვი ეგ კითხვა, მეც მაქვს ეგ კითხვა.
აი იტალიური უნდა იყოს აუცილებლად თქვათ ეს განგსტერული აი იტალიური მაფიიდან მოდის თუ ანუ რა კულტურა როდის იბადება სად იბადება და რატომ არის აუცილებლად რაღაცა იტალია ამ ყველაფრის რაღაცა მთავარი მექა როდის იბადება ალბათ არის ჯერ კიდევ ძველი ბერძნებიდან მოდის თუ რაღაცა ყაჩაღები რობინ ჰუდი ისინი არიან კრიმინალები არიან ეგენიც ოღონდ შეიძლება რაღაც რომანტიზებული და ისე ნაჩვენები მაგრამ მე მგონია რომ ყველა კულტურას აქვს ჩვენი ყველაზე ალბათ პროზაული ნაწარმოები ქართული ცნობილი ერთი რვა იყო შეიძლება დათათვაში არის ან ჩემთვის ეგ არის ხო და არსენა ყაჩაღი ყავს კიდე ისეთი ძეგლი გვიგასაია კი არის იმაზე რა დანაშაულიც არის და თანამძრახველებიც ყავს და ორგანიზებული დანაშაულიც არის რაღაცნაირად იტალიური იმიტომ წამოვიდა რომ იტალიელებს ძლიერი ორგანიზაცია ჰქონდათ ამერიკაში კაი ხნის განმავლობაში და თან რაღაცნაირი ის იყო ფერადოვანი პერსონაჟები ყავდა თვითონ რეალურ ცხოვრებაში ხო ლაკი ლუჩიანო ალ კაპონე შეიძლება იმ დროს არა ხა ეგენი იყვნენ ყველაზე ძლიერები მაგრამ შეიძლება მე რაღაც რუსი ან ქართველი მაფიოზები არიან ნიუ-იორკში რომელსაც შეიძლება მეტი პუბლიცა აქვს და უფრო ასნაირად შვებიან მაგრამ იმათის კონდათ რა თავის აი რა კონდათ რა არის აი ეგ საინტერესო მართლა მეც რო უფიქრდები აი რა კონდათ რაღაცა კონდათ და აი რა კონდათ და რატომ მოხდა ეგრე მაგათი ჯერ ეს ერთი ესეც ცნობილები გახდნენ და მე აი რაღაცა მუღამი გაუჩნდა ყველას რომ ხო აი საინტერესოა ესენი რა იმიტომ რომ თავისი ხო ახლა ნათლიაში როგორც ჩანს რომ პარალელური სახელმწიფო აქვს თავისი წესჩვეულებებით თამაშის წესებით რომელიც თან ნაცნობია და თან ეგზოტიკური ახლა მე იტალიური სახელები ყურყურზე რო ხვდება ერთს ვიტყვი რუსულს და გავშევ სპრუტს როცა უყურებდი 8 ფეხა სერიალი ანუ არ მოდის ახლა იმასთან ამერიკულ ფილმებთან მაგრამ იტალიური სერიალი რომელიც ტელევიზორში გადიოდა და ბერმა მაფია ჩვენ ბავშვობაში აი ხო როგორ რამხელა ყველა მიჯაჭვული ვიყავით ტელევიზორთან იმიტომ რომ ძალიან კორადო კატანი იყო მთელი ამბავი ხო ბოდიში კორადო კატანი მაგარია მაგრამ მანდ არის ადვოკატი ტერაზინი და ისე ჟღერს უხდება ხო ეს გვარებიც რაღაცა მაფიოზური ეხა ირლანდიელები პატრიოტები მაგრამ სად ეხა ომალის ბანდა და სად ტერაზინი რაღაცნაირად ჟღერს თავისი იმითი სპაგეტიში რომ ნიუ-იორკს ჩააჭრია და ასე შემდეგ თან თვითონ რეალურად რაც ხდებოდა იქ ამ ეხა ეგენიც მიყვარს ჯერ კიდევ რაღაც 20-იან წლებში 30-იანებში კასტელამარეს ომები იყო როდესაც ძველი თაობის განგსტერები ახლებმა ჩაანაცვლეს ლაკი ლუჩიანო მაგდროს გამოექცა სათავეში და ეს კაპოტი ტუტი კაპი კონსილიორე აი რაღაცა ისეთია რა კარგად მოხს რა ხო და მოდი მაშინ ეგეც თქვათ რომ იგივე იმასო დაუბრუნდეთ ხო Godfather-ს ყველაზე მართლა ყველაზე მაგარი ფილმია რა ორჯერ 2-4-ია ჩემთვის რა ყოველ შემთხვევაში მაინც ყველაზე მაღლა დგას მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ძიმე ამბავია და ის არის მაინც გინდა არ გინდა ვერ გაექცევი მაგას რომ რაღაცნაირი რომანტიზირება ხდება ხო რა მანდ მივდივართ კი აუცილებლად აი მანამდე ახსენე შენც რომ თქვა წიგში შეება რომანტიზებულობა ჩემთვის ფილმშიც ნებისმიერ შემთხვევაში რომანტიზებულია რამდენადაც არ უნდა ანტაგონისტი პერსონაჟი დახატო ხო ის მაინც გინდა არ გინდა რომანტიზებულია და საყვარელი პერსონაჟი ხდება მაყურებლისთვის ხო ისეა დახატული იცი ჩემ ბავშვობაში ხალხი რადიოდა დონ ვიტო ვარო ამბობდნენ დონ მაიკლი ვარო არავის არ უთქვა კი ბატონო რატო რომ მიუხედავად რომ უფრო ძლიერი დონი გაიჩითა და თან ალპაჩინოც არ არის ცუდი შესახედავი კაცი მაგ ფილმში იმიტომ რომ დონ ვიტო რაღაცნაირი ოჯახის პატრიარქი ესეთი დადებითი პიროვნება მიუხედავად რომ მკვლელი არის და ყაჩაღია და რაღაცა დონ მაიკლის ეგეთია მაგრამ რაღაცი გაუღიმარი ბოლოში ეხლა რომანტიზებას რომ მოუბრუნდეთ ვინ იყო თქვენ გეცოდინებათ კინოს უსტაბაშები თქვენ ახართ რომ ომზე ფილმს ისე ვერ გადაიღებო რომ რომანტიზება არ მოახდინო ვიღაც დიდი ფრანგი რეჟისორი იქნებოდა ფრანგი იქნებოდა თუ ფრანგია ევროპელი იყო არ უცდათ ვისი ნათქვამია რაც არ უნდა თქვა რომ ხო ახდენს რომანტიზებას აბა რასაკეთებს იმიტომ რომ ნუ მაგათი თვალიდან უყურებ მაშინაც კი როცა თქვა Goodfellas Scorsese-ს კარგი ბიჭები რომ სადაც ჩანს რომ აი რაღაცა ცოტა მეწრილმანი ცოტა რაზე დახურდავდნენ ის არ არის თქვა ეს რაღაც ბერძნული ტრაგედია კოპოლასი არის უფრო დაბალი დონის ქუჩის ბიჭები რომ იმაშობენ მანდაც кайფობ სოპრანო აი ყველგან რაღაცნაირად მიყვები ერთადერთი რომელიც აი მართლა არანაირად რომანტიზებული არ არის Scorsese-ს ბოლო Irishman-ი არ ვიცი ნახეთ თუ არა კი ბატონო სადაც აი უყურებდა მთელი მუღამი ის იყო რომ აი რა სირია ეს კაცი და აი რისთვის რა ქნა და ეგეთი ვერსია კი არა მე მგონი ეგრე არის ყველა ვარიანტში რომ Scorsese-მ
სპეციალურად გადაიღო ამ თავისი ფილმების საპირწონეთ აი ესეთი რომ ანუ დანაშაული გამოისყიდა თითქოს რომ ამ რომანტიზაციის პირიქით ხომ მაგის ყურება ვის უნდა ნახე აირიშმენი კაი ფილმია სკორსეზეს ფილმია რასისულელია მაგრამ სად ეხა კაზინო და მეც ჩემთვის ახლოსაც მე ძალიან დიდი მოყვარული არა აი გიოს უყვარს ძალიან მაგრამ მე ხო ჩემთვის აქვე მინდა კითხოს ხოთა შორის ვესტერნზე რას ფიქრობ ვესტერნის კაცი არა ვარ ანუ ერთ-ერთი პირველი როცა ფილმი ვიგრძენი რა ალბათ 14 თუ 15-ის ვიყავი მშობლებს ყავდი სტუმრად იყვნენ და მომწყინდა ცოტა ტელევიზორში კარგი ცუდი ბოროტი გადიოდა რომელიც დავჯექი ანუ რაღაცა უყურე და შუაში მივხვდი რომ ტრანსში ვიყავი იმიტომ რომ ხო რაღაცნაირად იღებს ლეონე მაგრამ გრძელი კადრებია და 15 წუთი ეს მექსიკან სტენდოფ რო არის და უცებობ რომ ესე ვარ და ანუ ეგ ვესტერნი მიყვარს მაგრამ მეორე მხრივ ეგ ხა ლეონეს ვესტერნები უფრო კომენტარია ძველ ვესტერნებზე თვითონ ის არ არის რაც დავი ნუ ჯონ ფორდი შეგვიძლია ვთქვათ მაგრამ ნუ ეს ჟანრის სპეციფიკა იყო ეგეთი თუნდაც ესთეტიკაც როგორ იყო რატო და რა ქვია შესანიშნავი შვიდაული კი ბატონო ჟანსი და რაღაც მაგაზე ჰაინუნზე არ გავხურე ნუ ეგ შედევრებია კლასიკა მაგრამ ზუსტად ანუ რატომ მოვდი ერთი აი მიხვდები ახავე ვესტერნი ან 60-იან აი ჯონ ფორდი რომელმაც შექმნა ეს ჟანრი ფაქტიურად ეს არის მამამთავარი მე 62 წელს გადაიღო ფილმი მე მგონი 62-ია კაცი რომელმაც მოკლა ლიბერტი ვალანსი ესე ქვია თუ ლიბერტი ვალანსის მკვლობა რომლითაც ანუ დეკონსტრუქცია მოახდინა ჟანრის და ანუ აქ დამთავრდაო რა იმიტომ რომ სამყარო უნდა დაიწყოს უკვე რაღაცა კანონებით და მეთ ცხოვრება კონსტიტუციით და ასე შემდეგ და ანუ ამ რაღაცა კრიმინალურ სამყაროს ამთავრებსა და შემდეგ უკვე 70-იან წლებში ისევ შემოდის კრიმინალური სამყარო მოხდა გარდაქმნილი უკვე განგსტერული სახით და შემოდის აი ეს 70-იან წლების იტალიელები თავის სერჟიო ლეონები და კოპოლებით რა აი ამ ხრივ არის საინტერესო რომ აი ის ანუ მაინც რაღაცა განგსტერული ფილმები და რაღაცა კანონდამრღვევი მოქალაქეები იყო მაინც პოპულარული და ამას მიაქასე ვთქვათ ესე შეგვიძლია ვთქვათ რომ მაყურებელს აინტერესებს ხულიგანი ყოველთვის საინტერესო კაი ტიპი არ არის საინტერესო აი წარმოგიდგენთ ფილმისაც ყველა კარგად იქცევა ყველა მოსაწონად იქცევა ყველასთვის პოლიტკორექტულადაც ტრადიციულადაც ანუ აი რაღაცა და რა გინდა ეხლა ვიღაცამ რაღაცა უნდა გააფუჭოს ხარება და გოგიაც ახლა ის იყო უძინართამზე ანუ უძინართამზე მე მახსოვს ჩემი ბავშვობის ის არის ანუ მართლა იმ დათო რო არის მთავარი პერსონაჟი ჩემი თანატოლები მეგობრებიც მაგის იმით ლაპარაკობდნენ და ეს იყო რაღაცა იდეა ფიქსი ეგ რომ არ მორჩენილიყო ფულის გადამხდელი იყო არ ეთყობა ვინც არის ამან არ გამოიღო კარგი შედეგები მე იმიტომ რომ ეს უკვე გადავდივართ საქართველოზე უკვე ხო უკვე ქურდული სამყარო და მისი რომანტიზება ხდება საქართველოზე მოდი მე კიდე ჯერ საქართველოზე უნდა გადმოვიდეთ და ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ბევრი არის საპალაპარაკო ჩემი აზრით უფრო არ გადაღებულ კინოებზე ვიდრე გადაღებულ კინოებზე მაგრამ ისევ იქ რო დავბრუნდეთ კიდე ალბათ ესეთი კანონზომიერებაა რომ ფილმები მაფიაზე გადაიღეს რა ვიცი უმრავი ყოველ შემთხვევაში საკულტურო რეჟისორები არიან იტალიელები ასე ვინც თავიანთ კულტურაზე იღებენ მაგრამ აი თქვათ უფრო განგსტერული 90-იანებიდან ფილმები რომ მოდის შავკანიანი კომპტონელი ბიჭები არიან ხოლმე რომელიც ზოგი თეთრკანიანი რეჟისორია მაგრამ ზოგი თვითონვე იღებდნენ სადაც გაიზარდნენ და როგორც სპაიკელი არის მაგალითად ვინც აქეთ უკვე ხო მაგრამ მე გეუბნები აი იტალიელი ანუ ვინ არის ხო კოპოლა იტალიელია სკორსეზე იტალიელია სერჟიო ლეონე იტალიელია ელია კაზანი არ არის იტალიელი ელი ფრანთ ერთ-ერთი ის არის კლასიკა არის ებრაელია მე მგონი ებრაელი ხო მაგრამ და დეპალმა იტალიელი აი ვინც ესეთი აი რასაც ქვია კლასიკური მაფიოზური ფილმები შექმნეს რა თუმცა სკარფეისი იტალიელებზე ასევე არ არის მაგრამ ნუ ორიგინალში იყო ხო და აი ორიგინალის სხვათა შორის მე არ მაქნა ნახე ვიცი რომ ითვლება კინოს კლასიკად მაგრამ აი რაღაცნაირად ისე მოახერხე რომ მე მაგ ძალიან შემთხვევით ნანახი კინო გაზაფხულში ვიყავი შატალოზე მე-5 კლასში თუ მე-6 კლასში და დრო კაი მოსწავლე ვიყავი და ამიტომ ის მქონდა შუადღის რომ მეორე ცვლაში ვიყავი და ერთ-ერთჯერ ფიქრობდი ხოლმე რომ სკოლაში წასვლის ნაცვლად მივდიოდი კინოში და მე უკან მოვდიოდი და არავინ ჩემზე იმას არ ფიქრობდა რომ შატალოზე ვიყავი და მან
ვიყავი Scarface-ზე ერთხელ მეგონა რა რომ იყო Scarface-ი ნამდვილი ალპაჩინოსი. აღმოჩნდა რომ იყო ძველი Al Capone-ზე რომელიც იყო და ძალიან მომბეზდა, მაგრამ ნუ მაგით ვერაფერს ვერ განსაზღვროთ პატარა ვიყავი და ანუ იტალიელებზეა ძველი. Al Capone-ზე აუ სხვა სახელით არის. ხო. Al Capone-საც თვითონ ის ქონდა. ნაიარების სახეზე და მაგისი ამბავია. ძალიან მე მგონი ადაპტაციაც არ არის, ალბათ რაღაცნაირი რიმეიქია, ოღონდ ძალიან დაახლოებითი. ხო, ეს იტალიელებს ნანახი გააქვს, მე არ მაქვს ნანახი რა. მაგ პირველი ძალიან ადრე მაქვს ნანახი 20-იანი წლების ბოლოა და. ეგ არის თანის მაგ დროს ჰეისის კოდი ქონდათ, რომელიც ხელს უშლიდა ეს ფილმი იყო ძალიან პოპულარული, პირველი ორიგინალი Scarface, რომელიც გამოვიდა, ასევე ნანახი არა მაგ გარდა იმისა, მაგრამ ნუ მაინც და მე ერთი 7 ჯერ შეაცვლევინეს, იმიტომ რომ Al Capone მაინც რაღაცნაირ კარგ ფიგურად ჩანდა და უფრო ცუდი რო გამოსულიყო და უფრო ძლიერად დანარცხებულიყო ძირს და აი მაინც როგორ გამოწვა Al Capone ხა რეალურად საზღარი კაცი იყო. ცუდი. არ მინდა რომ ისეთი კონტროვერსიული აზრები გამოვთქვა. ცუდი იყო, ცუდი. ბათაშორის მაგაზე იმდენად ცუდი იყო, რომ მაგის ეგ ფილმი არ ვიცი, მაგრამ მაგის ესეთი რომანტიზაცია იშვიათად ყველგან ცუდია, რაც მახსენდება რა ფილმიც არის რა. ყველგან ცუდი ტიპია. არ ვიცი. ცუდი ტიპია. ხო. აი ბოლოში რაც გამოვიდა იყო სერიალი, რა ქვია, Boardwalk Empire. პირველი თუ გინახავთ, პირველი რამდენიმე სეზონი არის გადასარევი, ბოლოს ისე რა დამთავრდა და მანდ არის ახალგაზრდა Al Capone და ახალგაზრდა Lucky Luciano, აი Castellammare ომები რო თქვი, მაშინ ხდება ეგა და როსტინი, რომელიც მანამდე ესეთი. უშემი არ თამაშობს, მაგარი სერიალია. ხო. მე მაქვს ხომ რა იცი კიდე, აი იმდენად აი ვინც აი განგსტერული როლებით ხდება ცნობილი მსახიობებზე ამბობ რა. ძალიან მიჭის მე იმის მოშორება, აი ატყვია რაღაცნაირად უკვე რომ აი ეს არის რაღაცა. ვის გულისხმობ? ნუ რა ვიცი არის ახლა მაგალითად Al Pacino ვიღაცებისთვის დღემდე არის Scarface ან Godfather. რო მარტო რთულია მაინც ეგ რო ჩამოიშოროს რა. მე არ მინდა რომ ის კრეხელობა და რაღაცა დავიწყო, მაგრამ ჩემთვის ორი Al Pacino ერთია თქვა ნათლიაში თვალები თამაშობს და ორ წუთიანი კადრია და ხმას არიღებს და რაღაცა ესე რო იყურება და უცებ რო ხვდები რომ იმის უკან რა ტრიალებს და არის მეორე Al Pacino რომელიც ღნავილით თამაშობს ხოლმე რაც არ გიждები. აი მე და ხო აი მაგას ვამბობ რა. შვება და ეგ არ იმას მიშვება. არა მე რომ აი ნიკონ ერგაზე Al Pacino გააკრიტიკა ფეხები არ მოვჭამო, მაგრამ ნუ ხო შეიძლება ჩემი ის მქონდეს რა. ძალიან ძლიერი იმიჯია და მაგიტო ახლა ნუ ეს პირველი ფილმია მე მგონი თან Godfather-ი. მისთვის არის ერთ-ერთი პირველი ფილმი, რაღაც ისტორიაც არის როგორ იპოვა. სხვათა სერიალს რა ქვია? Coppola. და ნახე აქვს. არა, მაგრამ ვიცი რომ არსებობს რაღაცა. გირჩევ. რაზე არის სერიალი? გადაღება. როგორ პროდიუსერზე არის ამისი რა ქვია? რეალურ ტიპზე? Coppola-ს პროდიუსერს. Coppola-ს პროდიუსერზე, რომელიც აი როგორ ეძებენ ამ Coppola-ს არის, ნუ პროდიუსერი რასაც აკეთებს, ეგეც გამოუცდელი ტიპია და ძალიან საკაიფო ფილმია და მან არის პრობლემები იმასთან, მაფიასთან, რეალურ მაფიასთან აქვს. ამას თუმე ვერ მოსაკლავად დაძდებდნენ პიუზოს. და მთელი ამბებია რა, ძალიან საინტერესო. თუმცა გამოვიდა თუ არა, თვითონ ხა მე მაფიის ხალხთან მაქვს მე ინტერვიუ, ისინი ამბობენ რომ ერთი ტიპი ყვებოდა რომ ფილმი რო გამოვიდა უცებ მიმოვიხედეო და ყველა კოსტიუმებში რაღაცა გამოწყობილი ბაბოჩკებით მოდიან, ვეუბნები გუშინ რა გესვა და ეხლა ფილმი ნახე და უცებ რაცა La Familias ლაპარაკი დაიწყეს. ეგენიც ეგრე ხო არ იყო, ანუ მან ცოტა გაალაბა ესე რა ოჯახეს დადიოდნენ და რაცა აი შენი აზრით სადმე ამოწურა თუ არა მაგ ჟანრმა თავი, აი ამ კლასიკურ განგსტერულმა ფილმებმა, ან რა განვითარება შეიძლება პოვოს, აი თანამედროვე თუ მოგწონს თანამედროვე განგსტერული ფილმები ასე თქვა. ნუ ეს ბოლოს ეს პროფეტი რაც ვახსენე არის, რომელიც 10 წლის წინანდელია, ხო? შეიძლება ცოტა მეტი. მე კანში ვნახე სხვათა შორის ეგ პრემიერაზე. არა მეტი 2009-ში ვნახე ან. ოკეი, რაღაცა ეგრე იქნება. ანუ მაინც შედარებით თანამედროვეს დავარქმევ, ანუ ის არ არის 70-იანი წლები არ არის და ეს ახლა ვისაც არ უნახავს, აი ციხის ფილმი არის, უფრო ერთი ალჟირელი ბიჭია, მე მგონი მაღრიბიდან, რომელიც რაღაც ერაკითხვის უცოდინარი რაღაცის გამო ციხეში მოხდება და იქ კორსიკელი მაფიოზი პატრონობს და იქ ეს ნელ-ნელა ისეთი ეპიკური ფილმია რა, რომ ნელ-ნელა როგორ გაიზრდება პიროვნულად, როგორც უკეთესი კრიმინალი ხდება და ბოლოს თავის იმას ადგილს დაიმკვიდრებს და ბევრი სხვა თემა ამან თვითონ მე როგორც ხვდები ახლა ცოტა მეტა
ნარატივიც არის იმ ხრივ, რომ ეს იტალიელი მაფიოზია, რომელიც ამას თავიდან პატრონობს და მე ეს უფრო მაგარი გახდება, რომ იმათი ამბები. კორსიკელები ამბობენ, რომ არა ვართო იტალიელებიო? ანუ სიცილიელი არ არის კაი, მაგრამ კორსიკელი რანაირად ნაპოლეონი იტალიელია. კორსიკელი არ არის იტალიელი, კორსიკელია. ოკეი. აი, ანუ არ დავიწყებ მაგაზე. ხო, არა. კორსიკელებმა არ მიწყინოთ. არც ფრანგებმა, მე მაგ იმას არ ვაკეთებ. ალზაც ლორეინი ვისი არის, ყველა ვიცი და ვისი უნდა იყოს, მაგრამ მაგაზე ხმამაღლა ახლა ვერ ამოვიღებ. ხო და არა მე რატო მგონია რომ არც ერთ ჟანს არასოდეს ეს მე ვფიქრობ რომ რაღაც ჟანრი ამოწურვადი არის. აი რაღაც ეპოქების მიხედვით. იტალიელი მაფიოზების ამოწურულია, იმიტომ რომ მხოლოდ ცოტა კრინჯი ხდება მე რაღაც დრო ვითარდება. ანუ ეგ პონტი. მაგრამ აი სოპრანო არის გენიალური სერია. სოპრანოც ის არის რა ეხა. ხო, სხვა. მე 20-ს დასასრულია. არის ნიუ-იორკში და მაგრამ ნუ ვეღარ არიან რაღაცა იმას ვერ შევიან. ეხა დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი ქურდია იქ, რომელსაც შეიძლება ბევრი გავლენა და მეტი ის კონდეს ბლატნოი ვიდრე იტალიელებს. ამიტომ ის ეხა ძველს ბელა მაფია რაღაცა თავის ესთეტიკა მაინც აქვს, მაგრამ ის Godfather-ი ასეა თუ ისეა სოციალური კომენტარიც არის. ხა გარდა ბევრი შრეაქ და ჩემთვის რაღაცა ბერძნული ტრაგედია არის. შეიძლება იგივე მაფიოზები კი არა, ფეოდალები იყვნენ, რაც შექსპირის პიესაში ასე შემდეგ, მაგრამ ნუ არის ასევე კომენტარი იმ დროინდელ ამერიკაზე, რომ სამართალს რო ვერ ნახავ ქვეყანაში, მე მიდიხარ და დონ ვიტო მოგიგვარებს მაგ საქმეს. რომელიც სანამ არის ხოლმე და რომელ ქვეყანაშიც არის ეგეთი ვითარება, საქართველოში ღვთისმადლით არ არის ეგრე და არასდროს არ იქნება, როდესაც ყოველთვის სამართალს ნახავს, სადაც საჭირო არის. 100%-ით ეგრეა, მაგრამ თუ შეიცვალა ვითარება, შეიძლება რაღაცნაირად ფილმაც გაჩვენოს. აი დღეს იყო არ ნახე, ნახავდი. არ ნახავ, თვალები მაქვს დაახუჭული და ჩვენთვის არის. მოგიგვარებს თუ რა საჭირო იყო პოლიციის ჩართვა. ძალიან გულწრფელად ამბობდა. მე მჯერა რომ მართლა გულწრფელად ამბობს ეს ადამიანი, რომ რა საჭიროა პოლიციის ჩარევა, აგერ შემიძლია მოვაგვაროთ. ხო და აი როგორ გადმოდის ეგ რეალურ ცხოვრებაში რა? ეხა კინო მაინც პირველ რიგში თავი არის რეფლექსია რეალობაზე და მაქედან იღებს ამბებს. ეხა ჟანრი კი ბატონო ჟანრში ათამაშებ ამ ყველაფერს, მაგრამ აი სად გადის ყო შენ ბერძნულ ტრაგედიას შეადარე და იმ მაგას ყველა ხო ვერ შეადარებს და ყველა მასე ხო ვერ დაინახავს. არა, ძალიან პირდაპირ ხედავს და იარაღი უნდა ჩაიდოს და ვიღაცას ესროლოს რა ქუჩაში. აი ამ გავლენებისგან როგორ უნდა განთავისუფლდეს? ვერ განთავისუფლდები. ჯერ ერთი აი თქვათ ჩვენთვის უფრო ადენაჟდივ ამერიკაში რომელიც რომელმაც გააფუჭა თაობები ასაბდი ცოტა ჩემზე უფროსები იყვნენ შეიძლება ჩემ ხელებიც ახლა მე თვითონ ვერ გამაფუჭა მაინც ძლიერად ვიყავი ჩემ ჩმორობაში და ისე აღარ გამოვედი რაც კონდა რა ეს ნერდული ისა მაგრამ ვისაც ცოტა მაინც მიდრეკილება გაქვს აი მან ხედავ რაღაც ეს ერთხელ ამერიკაში უფრო ბავშვობიდან რა ბევრ პარალელს დაინახავდი რა რომ უბნელებს პატარა ბიჭებს რომლებიც ერთად დაიწყეს და მე შეიძლება ერთად დაიწყეს ყაჩაღობა და ის ახლა დონ ვიტო უკვე დონი არის და ნახევარი ნიუ-იორკი ხელში უჭირავს და ეს პატარა ებრაელი ბიჭები რომლებიც დარბიან და რაღაცას პატარას შოულობენ შეიძლება ნახალოკელი იქნები თუ ვერელი იქნები უფრო მეტი დაინახო და მეორე სკარფეისი რომელიც უფრო აგდებით მოიხსენება ხოლმე იმიტომ რომ რატო ისე ხო? აი საინტერესოა. ინგლისურად თარგმნილ pulpy ფილმია რა, ანუ უყურებ სერიოზული ფილმი, არ არის ეს სულ რაღაცა ეს fucking cockroaches მაგრამ მეორე მხარეს ცოტა უტრირებულია რაღაცა. მე ძალიან მაგარი კუბელი გოიმი ტიპს თამაშობს რა. მე აი წეღან ვამბობდი სანამ ის მევასება პახუდუ ის თამაშობს ძალიან მაგარ გოიმნაშას რა. მიშელ ფაიფერი აი რაღაცნაირად რო სკარფეისი ეგ არ არის მე მგონი მიშელ ფაიფერი. რა გადავამოწმებთ მაგას და ამოვანათებთ. მიშელ ფაიფერია ნაღდა. უნდა ბიჭო მაგ კინოზე გაზილი ვარ დამახსოვს და ხუჭუჭა ხო ეგ მაგაში ამერიკა ეგრევე რომ მიდის ამასთან ისე რომ ახ გოიმია მიშელ ფაიფერი. ჩვენზე ხომ თამაშობს პერსონაჟი. ჩვენზე ხომ მოქმედებდა. კარგად თამაშობს გოიმს თორე მაგარი მსახიობია ძალიან. ნახევარი რეპერებს ერთ ტიპს სკარფეისი ქვია პირდაპირ მაგის გამო სახში პოსტერებია ყველას გაკრული იმიტომ რომ თან ეს ალპაჩინოს გმირი ფლად ბოლომდე თეთრიც არ არის ამიტომ ახან კუბელი არის რა მაგრამ მთელი ჟანრი არის კოკეინ რეპ რომელიც პირდაპირ ინსპირაციას მანდედან იღებს იმიტომ რომ ნახეს ვისაკრეს ანუ მესმის რატომაც
ხო და იმის თქმა მინდა რომ ხო ნუ აი რაღაც გავლენას მოახდენს, მაგრამ რა უნდა ადნაჯდი ამერიკაზე კიდე უნდა ჩაგეჭრა, კიდე ცალკე ამბავი იყო კიდე მთელი, ხო? გენიალური მუსიკაა იქ. რომ მე აი მაგას ბოლომდე განგსტერულ ფილმად ვერ აღვიქვამ რა. ხო და გითხრა რა, ნუ ვერ აღიქვამ რა განგსტერებზეა და ეხლა აბა როგორ ან მართლა ამის თქვის არ იყოს ბავშვობი და აი ხო და აი ეგ რო არის რაღაცა ბავშვობა. ბავშვობა მიყვარს ფათაშორის უფრო ამისიათ რო უყურე ბავშვობას უყურე მე დანარჩენი მომბეზდა. ნუდლსი და მთელი თუ შუაშია ბავშვობა ამდოს მოკლედ როგორც არის და კიდე ცალკე იყო რა ეგ ხო ჩვენ ტრაგედიას დაემთხვა და მაგინმოც რაღაც მუსიკა პანაშვიდები იყო პანაშვიდებზე რომ მიდიოდი იყო აი მიღებული ძალიან მართლა აბა თელი აი ეს თემა ესე იგი თქვენი თაობა მაგან დააღუპა არ ამგონია კინოს დაეღუპა მაგრამ რაღაცა ის რეფლექსია ხო სხვადასხვა მაგ ფილმზე სხვა შორის ბოდიში რა აი ჰოლივუდს რო აკრიტიკებენ ხოლმე თუ რაცა ყველაზე უფრო ცუდად სერჯიო ლეონეს მოექცნენ მან რომელიც თავიდან ამ ფილმს იღებდა რომ 4 საათი უნდა იყოსო და 20 წუთიო მე 4 დღეს რო გეხვეწები 3 საათამდე დაიყვანეო ამერიკაში ამოჭრეს ნახევარი გადაალაგეს ქრონოლოგიურად და დაავიწყდათ რომ მორიკონე წარედგინათ ოსკარზე რომელიც არგიუაბლი ყველაზე მაგარის ხო ანუ მაგარია რა დაჯდები და მოусმენ ხა თუ მართლა პანაშვიდებიდან ფლეშბეკები არა გაქვს რომ ის სხვა თემაც არის რომ აღარ მახსოვს ახლა მაგრამ ხო აი მოგეთ რამდენიმე თემა არის ერთი მეორეზე მაგარი ანუ რომ ჩართავი ისე ცალკე კი არა თქმა უნდა მეც მომისმენია ნამდვილად ანუ არა ხო კი დაუბრუნ პანაშვიდზე იყო ძალიან მიღებული მოკლედ ეგ მუსიკა განსაკუთრებით ახალგაზრდა ლაფშაია პასკალ ზნოუსა ბოდიშან რაც რუსულად მაქრანახი ისა ჩემ თავს ვერ უარყოფ ანუ მაგის მე ინგლისურად მაქრანახი მაგრამ რაღაც პერიოდამდე მარტო ინგლისურად მე არც ვიცი ეგ ფრაზა მეგონი არც აღაზოს არ გამიგონი ეგ ფრაზა ინგლისურად რა სულ თავარი არც ვიცი ხო ეხლა უნდა გადათარგმნო რა არც ჯდება ალბათ რა პასკალ ზნოუსა ქართულადაც რაღაცა არ ახი დამიცდა ატრია ნუდ ლაფშა ქართულად ლაფშა რუსულად არის ლაფშა ქართულად რანაირად არის ატრია ქართულად ხო აი ხოსი სიგიჟეა კი ხო და საქართველოში გადმოვიდეთ მოდია მაგრამ რაღაც ამბავში თუ დავრჩეთ ამერიკაში ამყურებით თქვენ ახლა მოყვებით სადაც მიდიხარ ხო და საქართველოშიც მე რას ვფიქრობ იცი მიუხედავად იმისა რომ არის რაღაც ფილმები ხო შენ სახსენე იგივე ქურდულზე ხო დიდათ არა გოგია იგივე რა ახსენე კიდე ხო დათათოშია რომელიც თან ეპოსი არის წიგნის და ფილმიც ძალიან პოპულარული არის ნამდვილად და იმიტომ რომ ცუდი ფილმი არ არის კარგად არის გაკეთებული და ხარება და გოგიაც კარგი ფილმია აი რატო არ არის მე ახლა ფიქრობდი რა შენც რო დათათუთაშხი ახსენე ხარება და გოგი ახსენე ხო და ის ახსენეთ ხო რა ქვია უძინართამზე ხო უძინართამზე კიდე ცალკე ამბავი უძინართამზე ძალიან გავს აი ვაიბებით ერთხელ ამერიკაში რაღაც კი მაკეთ უფრო არის წარმატებული რაღაცნაირად პერსტნებიანი ბანდიტები კი არ არიან არამედ გასაგებია საიდან მოდიან და რატო და რამ გაზარდა მაგრამ ბანდიტები აი ეს არის აბრაგი ხო დათათუთაშხი მაგალითად ისინიც ნუ ავსტრიაში გავარდნილი აი ქურდი და რაღაც ქურდული სამყაროსგან წამოსული კრიმინალი კიდე სხვა შრეა ხო არა სხვანაირი ტიპია უფრო ჩემი კუკარაჩა გინახავს რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი ბანდიტია იმ დროს კიდე იმ სერიალს რა ერქვა ბახა-ბახას მეძახიან რო იყო ანუ ეგ კრიმინალები სულ იყვნენ უბრალოდ მაგას ერქვა აი ქურდები კინოში გახსენდება კინოში არ არის მეორე არის აქ არის ტიპს ვიღაცა ჩანეიშვილი მახსოვს ეს ტრისტან სარალიძე არის ბახა-ბახა შენ ბახა-ბახა გაიგონია ნებად მოსმის მე ვარ ბახა-ბახა ვიყავი მე რევიგიშლის ხელად ვეჯა ხურსელა პარაკები სპირალში არ არის მანდარი რომ ვიღაც ტიპს ემუქრებიან და ეს ბახა-ბახას გამოუძახებს რომ ის დააშინოს და მე სპოილერ ალერტ თურმე თავისი შვილია რომელიც მაგას იმშვება ხო აი არ არის სპირალი სპირალში ლევან უჩანეიშვილი რო არის აკაც უჩანეიშვილია კუკარაჩაც კი ბატონო და კუკარაჩა ხო და რას ვამბობ მოკლედ რა ეს რაღაცა ქურდული სამყაროს კრიმინალები არ არის ბევრი ხასიათები და ბევრი ფილმები თითქოს ამ ხემ მე ვერ მოვესწარი ამ ქურდებს
ესე მაგრამ მითოლოგიური იყო რა, ჩემთვის ვიღაცა ქულთან ასვლა. იყო ხო, მანამდე საბჭოთა კავშირში ხო რა. ვერ იქნებოდა და მე რო ჩამოიქცა რაღაცხანი კინო არ რატო ვერ იქნებოდა? ყველა იმაზე იყო ვინ როგორ რატო ვერ იქნებოდა საბჭოთა კავშირში? რომანტიზებული ყაჩაღები? ხო, ყაჩაღებზე ფილმები, ქურდებზე ფილმები. იყო, სადაც ხარება და გოგი არიან რომანტიზებულები, ხა ისტორიული ზუსტად რომანტიზებული ყველა ყაჩაღია ჩემი აზრით, რომელიც პროტაგონისტია. არიან რომ ის თავისუფლებისთვის მებრძოლი ტიპები არიან, რომლებიც ხა ადგილზე უფრო და ქურდი რა ტიპია, მე მაინტერესებს ქურდი რა ტიპია. იყო იქ რომ მეფის რუსეთი, ამიტომ გადაგკორცნეს. ხო, იქით გადაგკორცნეს, კი ბატონო, შენ ეხა იმ ვინ გადაგახები. მეტაფორით შეიძლება დღევანდელობაზე საუბრობდე და რაღაცა ალუზია იყოს მაგაზე, მაგრამ აი ესე ქურდის სახე მე არ ვიცი კი. თეთრი ბაირაღები, ლიმონა. კი ბატონო, აი ეგ არის რა. ანუ საკმაოდ კი ბატონო, აი მან ჩანს, კი ბატონო. რა თქმა უნდა, მაგაც. გამოცხადება, ოკეი. სამსერიანია თუ რაღაცა არის მართალია ხო, გამოცხადება. და მე ვიცი რომ თეთრი ბაირაღები ძალიან პოპულარული იყო იმ დროს, ხო, როცა მატარაძის დაიდგა, მე გამოვიდა და ეს რაღაცა მატარაძის, აი, რომანტიზება იყო ძალიან დიდი ეს ლიმონაზე და იმ. ანუ თუ არა, მეშლება. კი, არა, კაცო. კი, რობიკოს ტურვასი იყო, ხო მე? ხო, ანუ სპექტაკლი რობიკოს სპექტაკლი. საბრალდებულო დასკვნა. საბრალდებო დასკვნა. თითქოს თანამედროვე ქართულ კინოზე მე რაღაცნაირად კლიშე იყო, რომ სულ გაუთავებლად ნარკომანებზე და ბანდიტებზე და ამ დროს ძალიან ცოტაა. აი, იმაზე ქუჩაზე აი ესეთი კარგი გამოვლილი გვაქვს, ბლომ აი კარგი კინო იყო ცოტა რა. მაგრამ კინო იყო ცოტა თორე, რაც გადაიღეს 80% მაგაზე იყო მაგ პერიოდში. რომელი მაგალითად მითხრა? რავი 80%-იანებში 80%-თან. აბა რაც გამოდიოდა რა ვიცი ჩამოვთვალო რა თქმა უნდა აი ორმაგი სახე კი ბატონო ეს 90-იანებიდან ვიწყებ ხო ხო ნუ ეხა ნუ რავი ეხა რაღაც ისინი თბილისის ნუ არის ეგ თემები მანდაც ეგ უფრო თბილისია ბევრი სოციალური ისინი კი ბატონო მაგრამ ისინი კიდე ექნება მე ძალიან მიყვარს მაგრამ ხო კი ბატონო ისინი ცოტა აი მანდაც ქურდია ხო ქურდზეა მე მგონი ხო ბოლოს ხო ქურდი ხდება ის იქ რომ მიდის ციმბირში არა ხდება ქურდი ბატონო აი მან ნუ გადავალდა ყველა კრიმინალი ქურდია არ არის ზოგს შეიძლება უბრალოდ ავტორიტეტი იყო ან არა არ ვღადაო უბრალოდ მე მგონი სახელისა ძალიან ბევრი არის სულ გაუთავებლად და კარგია რომ ჩვენ უკვე ნაკლებად გვაქვს შეხება და აღარც უყურებ და არც ვიცი რუსები აი თუ შეგვიძლია და ბრატ რომელიც მე არ მინახავს მაგრამ ჯერეთი ვიცი რომ კაი ფილმია თავის ამბავში და ეხლა რო გამოვიდა სერიალი რომელზეც ყველა ლაპარაკობდა და ეგეც არ მინახავს და ყველა ამბობს რომ სლოვა პაცანა ვინც ნახა ყველა ამბობს რომ კარგია ბიჭო ბრად აძინდა ბრადო არის ბალაბანოვი მაგარი რეჟისორი იყო მაგრამ აი მაგან კი და ეხა დღევანდელი რუსული მთელი ეს აი იქ ჩანს ცოტა კავკასიელებს უტრაკებენ რაღაცა და აი მე გახდა ერთ-ერთი აი დღევანდელ რუსულ იდეოლოგიაში ძალიან ის კაცი მოკტა ეს ბალაბანოვი საკმაოდ ახალგაზრდა და მაგრამ ეხლა ყავთ აი მთავარ რაღაცნაირად გააფეთიშ რა პუტინი დანილა ჩვენი ძმა, პუტინი ჩვენი პრეზიდენტია. აი ხო, აი დაახლოებით 2 კვირის წინ რუსთაველზე შეხვდა ვიღაც ტიპი, ჩომ სილა ბრატ, სილა სიმართლე მაგდეროს უწევდი რაშია ძალა. მანდედან არის ფრაზა და რო დავინახე მეთქე ხა. არა, მაგრამ ზოგადად რუსებმა ძალიან ბევრი ის გადაიღეს სერიალები, სხვათა შორის აი TikTok-ში მხდება უფრო რა. კორკოტა იჩითება რაღაც ქურდი და რაღაც ანუ ქართველები მე მიყავდათ ეხა მე მგონი აღარ მიყავთ ქართველები მაგრამ ხო რა ანუ რაღაცეები ქართველები მაგას ჭირდებოდათ ხოლმე რა რომ ერთი ფილმი ნაწყვეტი იყო იქიდან რომ ვიღაცა ბიძაკაცი შედის კამერაში სადაც სამი ხულიგანიაც ესეშვება და თვითონ აი ეხანდელი სერიალია ბანძი მაგრამ ოჩა რეჟისორს რომ მოწონს ეს ხარაც მოხდება რომ ცოტა ხანში ის ზედამხედველი შემოდის და სამი ტიპი ფეხებს ბანს თუ რაღაცა შვება ძალიან დასტოინია და ანუ ეს ტიპი მოწონთ რუსეთში გეონები ბევრი სერიალი ისა ვთქვათ შენი საყვარელი სერიალი რა ქვია ცხელი ძაღლი არის განგსტერული თემა იტოქში ეგ არის პირიქით დაპირისპირება მაგ სამყაროსთან და აი ეგ პერიოდი იყო მაგაზე მე ბევრჯერ გვილაპარაკე როცა პოლიციის ავტორიტეტი უნდა გაზრდილიყო
და პირიქით ხდება ის რომ პოლიცია რომელიც რაღაცა შიშველი ხელებით ფაქტობრივად ხო რაღაც ნოლ შეშტებით რაღაცები ის კაცი რომ ჩამოაცნულებ ფულს ეგეც ხო არის ესეთი პერსონაჟი რა თქმა უნდა კი მაგრამ მე კლავენ რა პოლიცია ორი პოლიციელი ესენი არიან სპეციალისტები კალდუნა იმ ეგ არის ბეგალიშვილი ზურა რომელიც არის ხო იმ დროის რა ყველა ფილმშია მე მგონი რაც ჩამოთვალეთ იბა კახაბაკურაძე კი მაგრამ ესენი არიან მთავარი გმირები რა პოლიციელები რომლებიც ებრძვიან ამ სამყაროს შიშველი ხელებით განგსტერული კინო ფილმი არა იქ დაპირისპირება მაქვს სამყაროსთან რა იხა რომანტიზება იმ პერსონაჟების ნუ ხა ეგ მაყურებელზეა და აუდიტორიაზე დამოკიდებული ხო კი არის გეთახმები კი ჩემთვისაც აი კალდუნას სიტყვებითაც ლაპარაკობენ მაგრამ ის რომ მთავარი პერსონაჟები ის არიან პოლიციელები ну ეგ არის რა რომ ეს სამყარო ცუდია ანუ მორალი ეგ არის რა ამ სერიალების ეს უკვე რაღაცა 2000-იანების დასაწყისი ხაღალდის ტყვია იყო მე ხაღალდის ტყვია იყო სერიალი სხვათა შორის უფრო დეტექტივის ხო მაგრამ იქ აი რა ქვია საწყალი იაშკა დათო იაშვილი და ანუ ზუსტად ამ პეროზე ხდება ვერელების რაღაცა საძმაკაცო არის ადგილის ლოკაციაც ეგეთია და არის რა ეგ თემა ისე აი მათ მეტნაკლებად სხვათა შორის აი ლიფონავა თამაშობს ხო იმას რაღაც წერას რომელიც ის ხო აკამორჩოლეს სცენარია რომელიც ცოტა ჩახლართულია რა ხდება და თუ ყველა სერია თავიდან ბოლომდე კარგად არ ნახე და თუ ნახე მაშინაც ძალიან გაგიჭირდება გაიგო რა ხდება და ზუსტად რა რაღაცა საინტერესოა აია რაღაცა სტამბული და კალდუნა თამაშობს ანუ ბეგალიშვილი თამაშობს მანდას თამაშობს ხაღალდისში ქურდების ნაწილი ისე ვისა თამაშები შენ აი მსახიობი შენს ესეთი იკონური ვინ იქნებოდა განგსტერული ქართველი დონ ვიტო რა აი ვინ იქნება შენთვის ნუ ძველი ახალი არ აქვს მნიშვნელობა ქართული კინოდან ჩემი ის რო იყოს კასტინგი რო იყოს ზურაყიფს ვათამაშებდით სხვადასხვა შრის ამბავში იმიტომ რომ ცოტა ჩემთვის აი 80-იანი 90-იანი წლის ქართულ კინოსთან ასოცირდება იმიტომ რომ მე მგონი მაშინ ფილმი არ გამოდიოდა რომ ის არ ყოფილიყო და რაღაც ვაიბები ქონდა ხოლმე თეთრი პლაში დადიოდა და ბევრ სხვადასხვანაირი ფილმშია ზოგი კარგი ზოგი საშუალო ზოგი ცუდი და სულ იყო ეხაც ხო აი რა ქვია იმ გავარდი თუ რაღაცა საშუალოები თუ რაღაცა მანდაც ქურდს თამაშობს ხო ფული რო გაუჩერდება თუ რა განაფს რომ ჩემი ცოლის და ქალებშიც არის ქურდი ხო მაო ეგ არის მზად არ ვიყავი მაკითხის ამიტომ რაც პირველი მომივიდა ის ხო არა ეგ ყველაზე ნაღდია რა სწორად წარმოვიდა შეიძლება უცებ რაღაცა უფრო ის მქონოდა შენ აი არ მქონდა მე ნაფიქრი პასუხზე სხვათა შორის და რო თქვა ვეთახმები რა უცებ გამებადა თქვენ გვაქვს ბლიცის ნაწილი და იქ სხვანაირი კითხვები რამე უფრო ორიგინალური ქურდს ვინი თამაშობდა მაგას ვფიქრობ ხო და არ ვიცნო ბატონო მე ამ ქურდებს შევა გავიცნო აცი ისეთი დრო რაღაცა დაბალი რა ტიპი იყო ნე ბანზიროჟი ერთი მაგრამ ნახე აი ეს ვიდეოები რო იდებოდა რაღაცა წრიპა და ვიღაცა კაჩი ანუ გააჩნია რეალისტურ საწვევი თუ რაღაცა ისეთი გინდა რომ აი ცოტა გაშარჟებული ცოტა გაბერვა ხო მაგრამ რეალისტურად როგორ ოჯახი შენ იცი არის ჩვენ მეგრელებს ესე მოგდევს რაღაცა ერთმანეთის გატანა ვიცით იმიტომ რომ იტალიელებს ხო ეგის აქვთ ხოლმე თავიდან მაფიის წევრი კოზანოსტრას წევრი რო ყოფილიყავი უნდა ყოფილიყავი ანუ სიცილია იმენა კორლეონედან უნდა ყოფილიყავი იმენაზე ბოდიში სოფელი კორლეონედან არა რისი ბოდიში მართლა ეგ მართლა ეგრეა აი ეგ რაღაცა ის არის მაგაზეც ანუ განსხვავდება ვთქვათ იმითი რომ ვთქვათ იგივე საბჭოთა ეს ქურდული სისტემა რა უფრო ღირებული ეხა როგორი ღირებულებებია ეს სხვა ამბავია მაგრამ ღირებული რაღაც კოდექსზეა დამყარებული იყო ყოველ შემთხვევაში ეხა აღარ ვიცი როგორ არის და იტალიური უფრო ოჯახს ეგრე არ არის არა იქაც იყო ნუ ოჯახი ითვლება რომ არის ეს კრიმინალური რაც არის შენი ოჯახის წევრი ხდები თავისი აი სოპრანოშიც არის და სხვაგანაც რეალურად მართლა ეგრე ხდებოდა ხოლმე როცა გაკურთხებდნენ ქურდათ არ გაკურთხებ მეიდმენ ხდები მაგრამ when they make you თავისი წესებია რომ არ უნდა იცოდე ისე უნდა შეგიყვანონ რაც ხელი გაიჭრა ღვთისმშობლის გამოსახულებაზე დააწვეთო და თქვა რომ დაწყევლილ ვიყავ მე თუ ამა თუ ღალატე და წესებია რომ აი Goodfellas-ში როგორც არის რომ მეიდმენს ხელს ვერ ახლებ რაც არ უნდა არასწორად მოიქცეს თუ შენ თვითონ მეიდ არ ახარ იმიტომ რომ ჯოპეშის მაგიტო კლავენ ქურდს რო ხელს ვერ დაარტყავ აქაც ეგრეა ჯოპეშის მაგიტო კლავენ რომ ის მეიდმენი მოკლა რომელსაც არ შეიძლება რომ შეხებოდა ეს თვითონ ვერ
და თვითონ დანარჩენები ვერ იქნებოდნენ ჯოპეში იტალიელია მან და ამათ უხარიათ რომ იმას აკურთხებენო იმიტომ რომ ესენი არ არიან იტალიელები. აი აქვე მოდი ისიც თქვათ რომ უნდა გამოგვიწერონ Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, YouTube-ი, ხო? პოდკასტი მეოთხე კედელი, კინოზე. თუ გინდათ რომ ნახოთ საინტერესო ეპიზოდები, საინტერესო სტუმრებით, აუცილებლად გამოგვიწერეთ ამ არხებზე. Tumblr-ზე გიფებს დავდებთ მე ერთ-ერთ რატო არ ვიცი. დაფიქრების შემდეგ ვიტყვი რომ მურმანჯინორია იქნებოდა იდეალური მაფიის ბოსი. ჯერ ყველაფერს ძალიან კარგად ითამაშებდა, ძალიან ასე პარა როცა მაფიის ბოსი? ხო, იქნებოდა ჯერ სახლის ძველუბანში რომ თითებით რაღაცებს შვება და იქ რო უცებ ის არის არ ვიცი მე ისე ახლოს არ ვიცნობ გამარჯვებით ვიცნობ ვინც ყველა ამბობს რომ აი უკიდურესად დადებითი ადამიანი რომელსაც რაღაცა კრისტოფერ უოკენიც ეგეთიაო ამბობენ და ოღონდ შეუძლია რომ ითამაშოს შემზარავი ადამიანი რომელსაც რომ შეხედა უკვე ცოტა იმას გიზამ სხვათაშორის ვიზუალით შეიძლება იმაში თამაშობს არა რა ქვია თვალი პატიოსანი კრისტოფერ უოკენი აი ეგ ინახავს მან მე მგონი თუ შეიძლება არა თვალი პატიოსანი ნანამჭედლიც რაღაც ფილმია იქ თამაშობს ცოტა აი ესე კუჩის ოღონდ ძალიან ახალგაზრდა მურმანჯინორია ხო ბევრ ფილმებში არა სერიალებში ანუ გაუცებ დავინახე რომ კარგი ის იქნება ხო კიდურები რაღაცა ეს ვიზუალურად ხო მაგრამ კარგია მურმანჯინორია კარგი აი ფაქტიურად ბლიცი იყო ესეც ბლიციო დავიწყოთ ბლიცი ხა დავიწყოთ მე გვაქვს კითხვები კიდე ვილაპარაკებდი რა ვიცი არა მე ზოგადად რას ვამბობ რომ თუ გინდა ჯერ ხოლმე ვილაპარაკო მგონია რომ საქართველოში არის ბევრად უფრო მეტი თუნდაც დღეს რაც ხდება ქუჩებში და ის და არ არის კინოში გადატანილი სათანადოდ რა მე არ ვამბობ რომ ეს კარგია და ის არის მაგრამ მაინც კარგია და მგონია რომ ბევრი მასალა არის საქართველოში რომელიც თავის საერთოდ ფაქტიურად არ არის შესწავლილი და გადაღებული 90 ხედრიონი ისეთი მოვლენა იყო რა აბსოლუტურად გიჟური და ისა ერთი რაზეც ვარ დაკვირვებული რომ 90-იან წლების ფილმები ბევრი მინახავს ან მაგთი ჩვენ კინოზე თუ რაღაცას გადის ხოლმე რომელიც ზოგი თავის დროზე არ მინახავს აი მოკლედ რა ბლომად მაგ ნანახი და ამიტომ სათითაოდ აღარ ვიტყვი მაგრამ ერთი დაკვირვება მქონდა რომ ამ ფილმების აბსოლუტურ უმეტესობაში სადაც ჩანს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ან რაღაცა როგორ წესი საკმაოდ ნეგატიურად ჩანს ხოლმე ანუ ერთი არის ელდარის რა ქვია ექსპრეს ინფორმაცია მეორე მისი ძმის ფილმი ორფეოსის სიკვდილი სადაც ოღონდ ეს კიდე ნუ კაი იმათ თავისი ის ჰქონდათ ძმებს შეხედულებები და თავისი რაღაც ჩართულები იყვნენ უკვე პოლიტიკაში მაგრამ არაერთი ფილმია აი აბსურდული კომედიებია ცოტა რუსული ჟანრის როცა თქვა ქალაქში შემოდიხარ და რაღაცა მიტინგია რომ ვერ ხვდები რა მიტინგია ეს დადიან და პლაკატებით და მთავარი გმირი რომელსაც 50% შემთხვევაში ზურაყებში თამაშობს, მაგრამ არა 100%-იანში. ცოტა დაბნეულია, იმიტომ რომ ვერ აუწყო ფეხი, ვერ ხვდება რა ხდება მის გარშემო და აი ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგანან, როგორც დღეს ვიტყოდით, ვინც პროტესტში არიან, მთლად გასაგები და რაღაცა ის ხალხი არ არის. არც ერთი ფილმი არ მახსენდება, სადაც მაგაზია, ხო? მაგაზი ერთია და ესენი კრიტიკები არიან. შენ ამბობ ხო ეგეც ხო თუნდაც ხო ეროვნული მოძრაობაც ხო ვაფშე საერთოდ შეუსწავლელ კინოში არა სხვათა შორის ერთი კინოა ხედრიანზე გამახსენდა ძმა ქვია მაგრამ რაღაცა აი რაღაცა არ გამოვიდა ეს კინო რა არა და კასტიც კაია თემაც კაია რეჟისორი ვინ არის ძმა თითქოს მახ გოგო არის თეაუდელაძე ხო ანუ ის თამაშობს კოღოს ფილმში რო თამაშობს რა ქვია მაგ ბიჭს კაც ბასტი ხო, ქუჩის დღეებიდან. ხო. აი ქუჩის დღეები. ქუჩის დღეები? არა, ქუჩის დღეები არ არის, ქუჩის დღეები მორფინისტები. ხო, და აი რა ის რატო ის ქურდული სამყაროს ისინი არ არის? არ არის, ვინ არის გაუბედურებული. ზოგადად ხო, მაგრამ აი რა ჰიბრიდი, რაღაცნაირი ჰიბრიდია, ხო? აი ეგეც ხო ნაწილია რა. არა. წამალი არ არის ნაწილი ქურდული სამყაროს. ბიჭო, ხელი და შენი საქმე. არა, ყიდი არა. ხო, არის, ეგ უფრო არა. მე გეუნები აი რეალურ პრესტუპნიკებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ვედრამანეთად იყვნენ და არიან. და ეხა საერთოდ სხვა ისენია, ხო ხედავ რაც ხდება. სხვა იმინა მიდის. მან მე მგონი პრობლემა ის არის, რაზეც ჩვენ შევეხეთ, ოღონდ რატო არა გვაქვს მაგდენები. ერთი არავის არ უნდა რომ რომანტიზებულად ნახე რა კარგი ქურდები ყავს მაგაზე ფილმი გააკეთო, იმიტომ რომ
არც ძველი კინოცენტრი, არც ახალი და არც არანაირი მაგას სცენარს არ დაგიფინანსებს. ისეთი კომერციული ის არა გვაქვს, როგორც რუსებს აქვს, რომ აი მაგას გააკეთებ და კი ბატონო, ხო, ჟანრი უნდა იყოს, რომ მაგისთვის ფული ასაჭიროს. ეხლა ის რო იყოს, რომ ნახე რა, კაი პოლიცია ყავს, კრიმინალებს როგორც ჩაგრავს, როგორც აღნიშნე, იყო რაღაცა ეგეთი მსგავსი ფილმები, მაგრამ მაშინ კაი დეტექტივი უნდა იყოს, რაღაცა არა, ნახე ძველი კინოცენტრი და ახალი საერთოდ არ ვიცი რა. მე ვამბობ, რომ როცა ვიღაცა სცენარში ფული უნდა მოგცეს და შეაფასოს, იქ რო გიწერია, რომ ნახე ქურდებიც კაიგები არიან, მაგას ეხლა მაგრამ აი კინოცენტრზე დაუბრუნდე, რომლითაც დავიწყეთ 20 წელი იქ მუშაობდი. სცენარებს კითხულობდი ხოლმე, მე ის პირდაპირ ხან მეხებოდა ხან არა ეგ ამბავი, მაგრამ აი არისო. არც იყო, ხო? არისო, რა თითქოს ინტერესი არისო რა. მე წაკითხული არ მაქვს და ეჭვი მაქვს, რომ არ არის კაი წიგნი, მაგრამ მგლის ბილიკი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი. მგლები იყო. გოჩა მანველი. ეგ მგლის ბილიკი არ ქვია მაგას, კაცო, მგლებია, მე მაქვს წაკითხული კი. მგლის ბილიკი სხვა წიგნი. გლის ბილიკი სხვა არის. ძველი ის არის. ეგ არ ვიცი რა. რაზეა? მე მგლები ვიცი. წაკითხული, მაგრამ ვიცი რომ მგლის ბილიკი არსებობს, მგლები არსებობს და ყველა არის რაღაცა კრიმინალური ამბები, რომელიც დღემდე ანუ წიგნებში უფრო გამოიხატა ეგ. ხო, აი ეგ არის. გოჩა მანოეზე რატო რამე არ გადაიღო, თქვა. გლები. თქვა, როცა მაგის დაწერა გინდა, როცა გოჩა მანოელის ხო დაждები და დაწერის არ გინდა, არც გრანტი გჭირდება და არც განათების ფულის ჩალიჩი და არც ისა. კი ბატონო, მაგრამ ფულს არ ჩადებს, ვითომ კერძო ბიზნესი. არ ვიცი, გააჩნია, მე მგონია რომ ჩადებს. ჩემ ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო. ძალიან პოპულარული იყო. აი ეს ლუკა. ისი რა კინო გამახსენდა, შენ ანახი გექნება ამ მორფინისტებზე და ქუჩაზე კარგი კინო იყო, ოღონდ არა ქართული, რუსულად უნდა თქვა, იმიტომ რუსული სათაური პულა ის თამაშობს, რა ქვია. მიკი რურკი და ტუპაკი. და ის თამაშობს, ბროუდის თამაშობს, სხვადასხვა, მაშინ ჯერ არ იყო გადატავებული ძმას იმისას, მიკი. და პულა არ ყვა მაგ ფილმს, არ არის ბულეთი ეგ არა და ბავშვობაში ტუპაკი რა მაგრა თამაშობს მაგ ფილმში, მაგის გამოვუყურე ტუპაკი თამაშობს ალბათ წუთნახევარში საერთოდ ანუ ეპიზოდზე ჩას. საკმაოდ ცუდ ტიპს თამაშობს, ტუპაკი ვაფშე კაი მსახიობი იყო. ეგ და ტიმ როტი რო თამაშობენ გახსოვს ეგ კინო. არ მინახავს, მაგრამ ვიცი ხო. მაგის მერე 5 წელი კენგოლებით დადიოდა სულ ყველა მაგის გამო. ხო, პულას მერე. კენგოლები მაგ რა შემოვიდა. მაგის ფაქსეხურა. კი ბატონო, ფაქსეხურა, კი ბატონო. კაი, გადავიდეთ ბლიცზე? თუ კენგოლები ფულს არ მოგცემთ? თუ არ მოგცემთ, შემიძლია შემიძლია აქეთ წავიყვანო, შემიძლია იქით. ან შევაქო და ან კენგოლებით დავჯდებით კენგოლებში თუ ამოიყვანე ბლიცი. დავაი, ვიწყებთ ბლიცის ნაწილს. ძალიან არ აქ იქნება ტიხა. არ არის ესეთი ბლიცია და ამაზე არ ვიცი დაფიქრება მოგიწევს თუ არა. საყვარელი საუნდტრეკი განგსტერული ფილმებიდან. დაფიქრდა. არა, ნათლია. ნათლია მაინც. იფიქრე რამე სხვა ხო არ ამოხტაო ეხლა ტილში. ცოტა ჰიპსტერულად რომ ნათლია არა და რა ვთქვა და conversation-ი ხო არ გავიყვანო განგსტერულ ფილმებში თქო რომელიც აი არაფრით არ არის და მაგრამ conversation-ი არ არის. მომწონს. conversation soundtrack-ი ოღონდ არ მახსოვს. მაგარი soundtrack-ი. ძალიან მაგარი აქვს. ამას წინადან ჩავრთე და ეს არის წინაზე ნინო როტაა ხო? ნათლია conversation-ი არ ვიცი. conversation-ი არის ნახე და ესა. იგივე რეჟისორია. რომელ რეჟისორს გადააღებინებდი განგსტერულ ფილმს საქართველოზე? უცხოელიც შეიძლება რომ იყოს ტარანტინოს, რას ლაპარაკობ? თან ჩემი გოიმური მხარე არის რომ საყვარელი ფილმი ყავს, ნაწილი საყვარელი სული ტარანტინო. ოღონდ მართლა ანუ რა გავაკეთო, საყვარელი ქართული წიგნი დათაც უცხოში და მე აუხსენი ყველას, რომ იცი რა შემე სხვა სიღრმეებიც მაგ ცხოვრებას უბრალოდ ზედაპირზე ეს ფენიერია. ტარანტინოს კი არც ერთ რამე დაეწუნება კი რომ ძალიან ისეთი პასუხი. ტარანტინოს თქვა გოიმობა ისე? არა, ეგ როგორც კი არ იყო გოიმობა. არა, ეხლა დავფიქრდი რა. სად ერიკ კომერი არის საყვარელი რეჟისორი და ტარანტინო. კაია. რა თემაზე? ასავეტისი რო იტყვი ხოლმე ყვაკაცი. აი ესე რომ გადმოდის და ბოლოს რო შეიხარდა ტარანტინო რო უნდა თქვა ხო? რომელი? ასავეტისი ტარანტინო. პალფიქშენი კრიმინალისტი. ეგ იყო სხვა შორის ბოლო ფილმი რომელიც რუსულად არ ვიცი, ანუ პალფიქშენია. რუსულად ვიცი რა ქვია, მაგრამ პალფიქშენაც. ისე ქართულსთვის გადააღებინებდი საინტერესო. რა. ანუ ხო თქვი განგსტერულ ფილმს. პასი, შემდეგ შე. პასიკაი. ანუ არ მინდა რაღაცა შევიდე სიღრმეში და რაღაც.
რა თემაზე ან ისტორიულ მოვლენაზე ნახავდი ახალ განგსტერულ ფილმს? ჩემ აწუკვე ყოფილ სამსახურში რადიო თავისუფლებაში გვაქვს ლუკას გაკეთებული არის უზარმაზარი სტატია არის ამ ჯანგველაძის მკვლელობის ისეთი დეტალებია რომ აი წიგნებით არის დაწერილი. კაი ფილმი გამოვიდოდა მანდ. ნახო ერთი სად არის დევს საიძე? აი უკვე თემაა მართლა ჯანგველაძეს ამბავი თავისი აგერ ეჭმიტანილით ჩაუყვები რომ რაღაცა რო ყვებია რომ იქ ვიღაც უბრალოდ ერთი მინუსი აქვს რომ ბევრი პერსონაჟია და ყველას ვიღაცის ანუ ვიღაცებს ამოიღებ ვიღაცებს გაშლი ანუ რთული ამბავია საინტერესო სცენარი შეიძლება ამას უადო მიუსაჯეს ხო ამ კაცს ახლა ეს ეხა ყველას ვარშ ნუ მომთხოვ ყველა ინფორმაცია აღარ კი ბატონო თქვენს დღეს მან მაგარი ფიგურანტები არიან კიდე გასული მაგ საქმეში კაი თუნდაც ეპიკური რაღაცა ის ახლა ეს მერიდება რომ შევეხო რომ მაგათ საქმეში ჩავერიო მაგრამ რაც ახლა ქურდულ სამყაროში სეისმური დაპირისპირებები იყო რომ იქ ბაბუა ერთი მეორე ის ვისი ვინ როგორ სადა რას ლაპარაკ აინტერესოა მაგრამ თან მე როგორი კინოები მიყვარსი სხვადასხვა ქალაქები და ქვეყნები რო არის და ესენი არიან გაფანტული საბერძნეთი, იტალია, რუსეთი, საქართველო, რა ვიცი, თურქეთი, საბერძნეთი, მოკლედ. ხო და კაი ისინი გამოვიდნენ set pieces თუ რა ქვია რომ აქ რო კლავ გაყრილი საბერძნეთის სანაპიროზე სეირნობენ და მე პრაღაში რო რაღაცა რესტორანში შეხედან და ლაპარაკობენ და თან რეალისტური იქნება. რომ კვლელობა ხდება, ამბავია რა. აი ეს და მისვია. ერთ-ერთი ეს იყო სხვა რა დავს. რომელი ქართველი მსახიობი მოუხდებოდა განგსტერ ფილმს. გულწრფელად მოვიდა ეს აზრი რა და კიდე იყო მაგრამ. მიხვალ შენ კიდე ერთ. კიდე მივალ? ოკეი. მურმან ჯინორია საბოლოო პასუხი მაინც და არა ზურა ყიფშიძე. კარგი. ისიც კაი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო მოიტანა. კაი. დენირო თუ ალბაჩინო? მერილ სტრიპი. ეხა ჯერთან ვოუკ ფემინისტურ ამბავში კარგად გამომდის, მაგრამ ბოლო 20 წელი ალ პაჩინო და დენირო ფილმებში რო არიან, არის ბალასტი, რომ ფული აიღეს და ერთი ესეზე და მე ესე აკეთებს. მერილ სტრიპი, რომელიც მაგათი ტოლა არის, ფილმში არ არის, რომ ფილმი ერთი 10 თავით უკეთესი არ გახადოს. არანაკლებ ფილმებში აქვს ნათამაში. თვითმეჯერ არის ოსკარზე, მე მგონი წარდგენილი. ხო, მაგრამ აი წარმოგიდგენ, მამამიაში დენიროს რო ეთამაშა, იქნებოდა ზოდი, რომელიც ჩაათრევს. მერილ სტრიპი იმაშვება. არის, გეთახმები. ეშმაკსაცვია პრადა, მერილ სტრიპის გარეშე აქ ფილმი არ არსებობს. ალ პაჩინო რო ყოფილიყო რომელიღაცა როლში ძლიერი არგუმენტები. ტენლიტუჩი უკეთესად აკეთებს მან რასაც. თორე თავის დროზე კიდევ ერთხელ ეს ალბათ გეკითხება ისე დენირო ხო დონ ვიტო არის დონ ვიტოსკენ ვარ ყველანი დონ მაიკლი რაღაცნაირი უიუმორო დონ მაიკლია აი ხა მანდ მივდივართ რა აი ხა უნდა გკითხო რა მარლონ ბრანდოს ვიტო თუ დენიროს ვიტო მარლონ ბრანდო რას ამბობ მაინც ეს ჩაიწყო ისინი ო ეგ ჩაწყობილია კი აი ბრანდოზე ვერ ვიტყვი იგივეს რომ აი მაგ პერსონაჟით მახსოვს მარტო რა იმდენ ხი არ ვაკნინებ ალ პაჩინოზე დენიროს მაგრამ ბიჭო ამ კაცს აი ბრანდო მერე მოდის სხვა როლები არ გინახავს როგორ არ მინახავს მაგრამ ჩემთვის ეს რჩება რა დენირო დაგჭა მაკედანი ტაქსისტიდან და დენირო ნაკლებად ალ პაჩინო უფრო ალ პაჩინო დამრჩა იმენა ნათლია რა ვერ ამოვიგდე თავიდან ვერ არ ნახულობ როგორ არ მინახავს აი და უმეტესობაში კიდე იგ არის დეი აფთენუს არ ნახულობ აი მეათეჯერ ვეუნები გადაცემაში ვეუნები ისე კი და მაინც არ და მანდაც განგსტერია ანუ სერპიკო სერპიკო ნანახი ლუმე თარცებს ეხა გამომიყვანენ როგორც რაღაცა ალპაჩინოს მოძულე არ ვარ ალპაჩინოს მოძულე მაგრამ ჩემთვის მარლონ ბრანდოზე უფრო შეიძლება გამახსენდეს რაღაც იმის მერე აპოკალიფს ნაუან ისა უკანასკენი ტანგო პარიზში ძალიან მიყვარს რა სხვა სახეებიც არის რა კი ბატონო მე ხა მაგდენი კინოზე არის მაგრამ როგორც წამიკითხოს მარლონ ბრანდო ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი მსახიობი ვაფშე იმიტომ რომ არის ვაფშე ვთქვი იმიტომ რომ YouTube-ზე უყურავდი ვიდეოს რომ აი ეს ტრამვაის სახელად სურულის მერე შეიცვალაო საერთოდ ჰოლივუდში როგორ თამაშობდნენ რომ მაგ კაცმა ქნაო და რა ვიცი მე ხასიათში კი და სოციალურად ძალიან აქტიური იყო პოლიტიკურადაც ხო ის რო არა იყო ოსკარი არა იყო შა ინდიელი ქალი კი ეგ იყო მე მგონი ამაზე იყო თუ
აპოკალიფსისზე. აპოკალიფსზე იყო. არა, აპოკალიფსის მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს. მე რა, სხვათა შორის ოსკარი მეგონი. ასწევს მეორე ხარისხოვან. კი, მაგრამ ნუ ის რაღაც თავად პრიზად ნათლია იყო. ხო, შეიძლება. კორლეონესთვის. Marlon Brando in The Godfather. Accepting the award for Marlon Brando and The Godfather, Miss Shasheen Littlefeather. წელი რომ ვახსოვდეს გვეცოდი. მესამე ნათლია რომ არც ვახსენეთ არასდროს მესამე ნათლია. არ გადაუღიათ. ვინიც ის ნეტა როგორი იქნებოდა. ხო, არა, ნუ სხვა. მე მან სულ მეწოდება სოფია კოპოლა, იმიტომ რომ ყველა არის რომ ისე რაც ნეპო ბეიბის პონჩი შეტენაო მამისმაო და არა, ანუ აი ბოლო მომენტში სხვა არავინ არ ყავდა და შვილო მსახიობი არ აქვს. შენი თამაშეო და სოფია ისე იმაზე. ბევრი რაღაცა გამოსდის კარგად, მაგრამ არ არის მსახიობი და რა გააკეთა. ინდი გარსიაზე რას ფიქრობ ისე? მესამე ნათლიაზე გამახსენდი. ბიჭო, ფილმი ვერ არის ისეთი თორე ენდი გარსია, ახლა კაი მსახიობია რა უჭის ენდი ხარციას. კაი ფილმებში ვერ იტყვი. კაი. ესეც გითხე, ხო? კაი, პირველი ნათლია თუ მეორე ნათლია? არა, პასუხი ვერ თქვი. ხან მეორე. პირველი. აი, ჩემთვის მართლა მაინც მეორე ის რომ ახსენდება ხოლმე ეს დენიროს. ოსკარი აქვს მეგონი დენიროსაც ხო აღებულმა. ისე მიყვარს ეს რაღაც ვიტოს ახალგაზრდობა და ეს რაღაც დენიროს შექმნილი ეს აკი მარლონ ბრანდო მაგ კონკრეტულ შემთხვევაში იმას რა ეხა ნათლიას როლში არა შეიძლება მეც მარლონ ბრანდო უფრო მომწონს მაგრამ ძალიან მომწონს ეს მე მეორე ორივე ძალიან მაგრამ მე თვითონ ალპაჩინოს აი ეს კუბია და ისა და ეს საიმონ როტი თუ ვიღაცა მაგასთან დაპირისპირა მაგრად მევასებ საიმონ როტი ეგ ხო იცი ვინ არის ეგ არის ისა კაცო მერლანსკი არა მერლანსკის ის არა თვითონ მსახიობი ვინც არის ეგ არის ყველაზე ცნობილი თეატრალური იმის დამოვიწყდა ალპაჩინოს და ყველა მაგათი პედაგოგი ხო ვაი როგორ დამოვიწყდა ყველაზე ცნობილი რა ანუ ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლის მეტრია დავწერთ ალბათ იმაში აი უბრალოდ ჭადის სახელი რომ დაგავიწყო ენიო მორიკონე თუ ნინო როტა ენიო მორიკონე ანუ მიხოთ იმსაო შენ საყვარელი საუნდტრეკი არის ხომ არა თლიანად რო აიღო body of work ჯერ მარტო ხა ვესტერნებზე არ გიждები მეთქი მაგრამ ერთი მუჭა $-ისთვის რო იწყო მეტალიკა რო იწყებს იმას სიმფონია მეტალიკას მაგრამ აიცა ფელინი ნინო როტა ფელინი რა ვიცი მე ნორმალური რეჟისორი ძალიან მისაღები ნინო როტა ალი სტრასბერგი ხო სტრასბერგია აი კოპოლა თუ სკორსეზე ნინო როტა არის მთელი იტალიური რა ვიცი რომეო და ჯულიეტა ნინო როტა მათ შორის მაგარი სიმღერაა რა თქმა უნდა აი თავიდან ვკითხოთ ახლა ჩაიკარგებოდა კოპოლა თუ სკორსეზე ისე თუ მარტო როგორც განგსტერული ფილმების რეჟისორი ვთქვათ სკორსეზე იმიტომ რომ მეტი აქვს და რაღაც ნათ კოპოლა ნათლია რო ახსენდება ეგრევე სხვა იმაზე გადა ახსენე წეღან ანუ როგორც განგსტერულ ფილმებში ხო კონვერსეიშენის და აპოკალიფსის დღესაც ახსენებ მე არ არის ურიგო ფილმი არა ვერაფერს დაუწუნებ მეგალოპოლის ბევრ ამას დაუწუნებ ვაიმე აი ეგ ჩავთვე და ვერ ვნახე რაღაცა აი მეთქი შენი ჭირი მე რა დაიწყო და უცებ აი თან ეს ამბები რაც ხდება ქვეყანაში და ხო რა აიგდო ტიპა ფული ისეს რა და ეს უნდა გადავიღო გინდა თუ აი ეს რაღაცა მე მგონი უკვე ხო და რა და ის აღარ არის ისა რა ვიცი რაღაცა მე მგონი სიბერის აჩემება ხო აი მართლა თავის ფული ჩადო რაღაცა ფაქტიურად ხო თან მეც ბოლომდე ვერ ვნახე ცუდი ვერ ვნახე აი რაღაც არაფერი ის არა სუდია ნამდვილად სამწუხაროდ სოპრანო თუ ბორდო კიმფაია სოპრანო ტარანტინო თუ გაირიჩი ტარანტინო რა გაირიჩი მაგ იმაში სოპრანო თუ ვაიერი რო გეკითხა მან დავფიქრდება და ვაიერს ავირჩევდი მართლა ხო მაგრამ ნუ ისე ძალიან ტკივილი ანუ ეგ პირველ ადგილს იყოფენ ყველა დროის საუკეთესო სერიალებში ჩემთვის და ორივე განგსტერებზეა უბრალოდ ერთი იტალიელები არიან და მეორე რა ქვია გაირიჩი მოგწონს ისე ბალტიმორი ხო მადლობა ძველი გაირიჩი Lock, Stock and Two Smoking Barrels თუ რაღაცა ძალიან მომწონდა და დღესაც
ფილმი არ მინახავს, მაგრამ YouTube-ზე მიგდებს ხოლმე ჯენტლმენის რაღაცა სცენებს მანდედან და ბოლომდე უყურებ, მაყურებინე. არა, ტიპია ეხლა გაერიჩი, მაგრამ სადა ეხლა ტარანტინო და ხო, ეს პროდიუსერს ეს კითხვა არ უნდა ჩაეწერა. აი, დონი ბრასკო თუ ბრონქსული ისტორია? რა, იცი რა, ბრონქსული ისტორიას ავირჩევდი. იმიტომ რომ ფილმი მაინც არ მომწონს. ხო, დენირო არის რეჟისორი. რეჟისორი კი. ხო, რაღაცნაირი ავტობიოგრაფიულია, რომ რაღაცა ის კონტეს და თან აშკარად ეპიგონი არის თავის თვითონ რაც ფილმებში უთამაშია, ბევრად უკეთესი ფილმების რაღაცა შეკოწიწებული აქვს. დონი ბრასკო ალბათ უკეთესი ფილმია, მაგრამ ამაში რაღაცა ანუ მანდაც გამოვიდა დენირო თუ არ პაჩინო რა. კითხვა ეგეთი იყო ფაქტიურად. და საყურებლად ეს უფრო მაფიაზეა და ის კი მესმის ყველანაირი ყველაფერი, მაგრამ აიჩა ნამდვილ მაფიოზებზე როგორ არ არის მაფია. ვიდრე ინფორმატორებზე. დონი ბრასკოც მინდა რომ თავარი გმირი ის ინფორმატორი არ იყოს თქო. აი ბატონო. ნერვიულ. მე ნერვიულობ ხოლმე ინფორმატორს. ეს რო ხა დაიჭერენ ხა იმას იზამენ და ტიპი ბოლოში რო. კაი, ეხლა დაგვრჩა რეკომენდაციები და რავი, განგსტერული ფილმები მეგონი ყველა ახსენე და რა მელოდრამები გვირჩია. რაც გინდა ის გვირჩია. სამი ფილმი მაყურებლისთვის. სამი ფილმი პირველი ანუ თუ პროფეთ არა გაქვთ ნახი? პროფით. ნახეთ, ანუ კაი გრძელი ესეთი ჩადგმით ფილმი არის, საინტერესოა და რაღაც აიღო, კანში აიღო, ხო თუ ის? კანში აიღო. ხო, ანუ ის კი არა რომ რაღაც მე მგონი ბელა მაფიას კი არ გეუბნებით, მაგრამ მეორე სერიალი გადიოდა გომორა, რომელიც ისე რა სერიალი იყო და არ მინახავს, ფილმი არ არის ცუდი. და ასევე მინდოდა რომ ვაფშე გარონე მაგარი რეჟისორი. ბოდიში. მარტო იმაზე რო არ იყოს კოზანოსტრაზე, კამორაც შეიძლება რომ შემოვიტანოთ და დიახ არის. ძალიან კარგი რეკომენდაციები. მესამე იქნება, რა თქმა უნდა, ელია კაზანის პორტში, On the Waterfront, მარლონ ბრანდო თამაშობს, რომელიც არ მინახავს. დარწმუნებულა რომ ძალიან კაი ფილმია. დარწმუნებულა რომ ძალიან ერთად უყუროთ ყველა. ერთად უყუროთ და მოდი მაყურებელსაც ვთხოვოთ, დაგვიტოვოს არა, მისი რეკომენდაციები. call to action-ი ბოლოში კომენტარებში დაწერეთ თქვენი საყვარელი თქვენი საყვარელი ფილმები განგსტერულ სამყაროზე, განგსტერებზე. კარგია ხო მივიღებთ ამ რეკომენდაციებს. არ მინდა კრიტიკად მიიღოთ და რაღაცა, მაგრამ უკეთესი სკამები აქვთ კინოში. ესე რომ მე უკან მიიწევა ხოლმე. აი ამას მოგიყვებით ამის ისტორიას, კაცო რა ვინ პრობლემა. მოგცემდა რომ რაც ვიშოვეთ კინოცენტრიდან წამოიღე რა წამოიღე. საიდან წამოიღე არ 20 წელი მუშაობდი აქ 3 წელი სავალწელი მაინც არ მეკ. ინოცენტი არ იყო ეგეთი სკამები. ეს სკამი მე ძალიან მიუხედავად იმისა ძალიან ვიზუალურად კარგია, უბრალოდ ის არ არის რა, ეს არ აქვს. გეუნები. ის უნდა მოვიტანოთ გადასაწოლები. ხო, ესე ფეხები როა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დამიძახეთ. ჩემი ჩემი სპეციალობა არის ჰორორები. ეს არის ისე. ჰორორებზე მე რო გააკეთებთ, რო დამთავრდა რა. მეორე წრეზე. მეორე წრეზე მოგი. ჰორორებზე შემიძლია სხვანაირად კარგად ვილაპარაკო. ეს ქართულ ჰორორებს მაქვს შორის. სპამი მაქვს ნანახი, რომელიც არავის არ აქვს ნანახი. მე მაქვს. სახლის ძველობაში არ არის. ახსენა სხვათა შორის. კი, რო ახსენა მაგიტომაც კითხა ძალიან. კარგი, კიდე უნდა ვთქვა თუ გამოგვიწერონ ხო თუ შენ კამერაში თქომე რომ გამოგვიწერეთ TikTok-ზე, Facebook-ზე თუ რა ვერ ვიძახი ამას. გამოგვიწერეთ სადაც შეგიძლიათ რა. სარზე არ დაგეჭირა შემთხვევით ხელი ეგ არის მე. დიდი მადლობა მოკლედ. მადლობა. მადლობა რომ დამიძახეთ. ხადე რომ ისე ყოფილიყავი ფორმაში დამზადები მო. შუალა.